გამარჯობა, მოგესალმებით. დღეს არის 22 რიცხვი. მოკლედ ეს თმების უესე მაქვს. შეკრული რა, მოკლედ. ალოკილი. ეს დღეები მოკლედ ჯერჯერობით ვისვენებ. ანუ დასვენების რეჟიმში ვარ რა. ეხლა ყავას ვიკეთებ. ხო და როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ვიკეთებ ყავას უღარე წყლით. რაღაცა ვიდეოს წავაწყდი. სწორედ როგორ მოვადუღოთო ნალექიანი ყავა იმაში. რუსულად არ ტურკას ეძახიან მას ჯეზას რა. ხო და მოკლედ გუშინ მქონდა სასიამოვნო გაოცება ბიჯექი ჩემთვის ვუყურებდი თუ ჩემი თაობის ხალხს უფრო გემახსოვრებათ ეს ზღაპარი რუსულად ქვია ზოლოტოვლასკა ანუ ოქროსთმიან ასულზე ზღაპარი იყო ჩეხური ადრე და რაღაცა რემეიკი ახალი რა უფრო შედარებით ახალი ვარიანტი ისიც ჩეხურია რა თქმა უნდა ჩეხებს ეხერხებათ რა მოდით ვაღიაროთ ზღაპრების გადაღება ძალიან მაგარი ზღაპრები აქვთ და მოკლედ ვუყურებ ჩემთვის უკვე აი დასასრულისკენ არის რა უკვე მომენტები და მობილური მიდევს გვერდზე რა ანუ იტენება როგორც ყოველთვის სულ იტენება ეს მობილური იმიტომ რომ მოკლედ საწყალი ჩემი მობილური პენსიონერია სერიოზული პენსიონერია და აი ამ ხარისხი გადაღების მაინც ვთვლი რომ კარგი აქვს ჩემი აზრით რა ვიცი მოკლედ უკეთესიც ვნახე მაგრამ ჯერ იქამდე დრო არის ხო და ვუყურებ ამას ზღაპარს და გვერდზე ხა მობილურ ესე ვთქვათ SMS-ის გავიგე და ესე გადავხედე მოვკარი თვალი ესე ძალიან დავინახე 444 ხო იცით ეს საქართველოს ბანკის და თან მოვკარი თვალი რაღაცა ჩარიცხვა მეთქი რა ჩაირიცხა გუშინ 21 რიცხვი იყო შესაბამისად ჯერ ხელფას არ ველოდებოდი ყოფნებოდა მეთქი რა ჩაირიცხა და თან რო ჩამოვწიე უკვე რა მეთქი ეს რა არის შევედი საქართველოს ბანკის ასე ვთქვათ მობაილ ბანკში და აი სასიამოვნო შოკი ძალიან გამიხარდა ძალიან რასაც ველოდებოდი გაცილებით მეტი იყო ჩარიცხული ალბათ ვარაუდობ ეს იყო ეცამით ესე იგი სათვალები მაქვს ეს მალე ისურება და დავიღალე ამის გაწმენდით არა და ფაქტიურად ჩემი თვალებია ხო და ვივარაუდე რომ ალბათ მეთქი ქოშებულებაც მეკუთვნოდა ანუ მოკლედ რაღაცა იქიდან კეთ რაღაცები ხო რომ წამოვედი სამსახურიდან შესაბამისად რაღაცეები იმას ხო დაემატა რა იმ ჩემ ასე ვთქვათ ანაზღაურებას და მოკლედ ისე გამიხარდა რა თქმა უნდა პირველ რიგში პირველი რაც გადავიხადე მეგობრებო ეს არის დენის გადასახადი თელბინკო გადავიხადე 604 ლარი ეს არავინ იფიქრებდა ამდენი ერთ დღეს ერთ უბრალოდ ერთ თვეში დავწვით არა ეს იყო აი კუდები რომ ვერ ვიხდიდი რომ არ მქონდა იმის საშუალება იქ ის იყო გადასახადი ის იყო ესე და არ მრჩებოდა რა მოკლედ და მეთქი მოვიშორო და აი რასაც ქვია მართლა მოვიშორე
მერე მივაყოლე იქ კრედიტი 260 და რაღაცა ქურდების კაპეიკა მიроიტყვიათ. მერე იქ დასუფთავებაო, იქ წყალიო, მოკლედ რა მივყევი, მერე balები ჩამოვარიგე, რაც ვიდეოთი რო ვითხოვე, ხო, ეს სესხით, მერე ეს balები ჩამოვარიგე, მოკლედ ამოვისუნთქე, რასაც ქვია ვალების იმითი რა, რომ ახარ მქონდეს თქო რა ეს დავალიანება და აი ცით როგორი აი როგორ არა აქვს მნიშვნელობა, არავინ არ თქვას, რომ იქ ის რაღაცა სულიერი და რაც კი, თავისთავად არის რაღაც ის ღირებულებები, მაგრამ ის რომ შენ ყოველდღიურად ცხოვრება გინდა რაღაცა ისევ შენ არა ხარ, ხო, ადამიანი ხარ, ხო? და არსებობა გჭირდება. ახლა ეს რომ ჩვენ კომპლექტში მოვყვებოდეს, რომ აი რახან შენ დაიბადე და ეს ყველაფერი გეკუთვნის, რომ არ მოკვდე და ფეხები არ გამშიკო, მაშინ ხო და დანარჩენი თუ შენ იშრომებდი, რაღაცა ანაზღაურებას აიღებდი, უკვე იმისთვის კი არა რომ გეარსება, არამედ დამთქმარიყავი ამ ცხოვრებით, ხო? და წასულიყავი თვალს წყალს დაალევინებდი, იქ ბუნებას ნახავდი, იქ რაღაცა სხვა კულტურას ნახავდი ცხოვრების სხვადასხვა ქვეყნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვის რა ისა ხო პრიორიტეტები და რა ინტერესები ცხოვრებაში ყველაფერს აისრულებდა ხო ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში ჩვენ რო ვიბადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არსებობა გვეკუთვნის, ჩვენ ეს არსებობა რო დავიბადებით, ხო, უნდა მოვიპოვოთ, მოვიპოვოთ და ამიტომ არის ესეთ დღეში როა მთელი მსოფლიო, მე არ ვიძახი რომ მარტო საქართველო უბრალოდ უარეს მდგომარეობაშია, იმიტომ რომ ალბათ უფრო უარესიც არსებობს, კი, დარწმუნებული ვარ, ახლა არ მახსენდება კონკრეტულად ქვეყნები, მაგრამ არის ესეთი უარეს მდგომარეობაში და აი ეს რაღაცა კიდე მოტივაციას მაძლევს, რომ ანუ ცხვირი არ ჩამოუშვა და არ გავიტეხო გული და მოკლედ ვინ უგეშებ ხოლმე თავს, რომ უარესებიც არის და მადლიერი უნდა იყო იმისთვის, რაც გაქვს, ხო, თუნდაც ის, რაც გაქვს. ხო და მოკლედ რასაც ქვია, გავიხარე რა ეს არა და აი მართლა რა არის ხო ცხოვრება ხო გეუბნებით რა გახარებს ადამიანს ხო აი ზოგს რა ახარებს ზოგს რა არიან ძალიან მდიდარი ადამიანები და სულაც არ უხარიათ არიან ესეთები ნუ ახლა ყველა არა მაგრამ არიან ესეთებიც და რაღაცას ეძებენ რაღაცა ბედნიერების ძიებაში არიან ზოგი თulis რომ ბედნიერება მეორე ნახევარში ან რაღაცა მოკლედ ან მეგობრებში ან რაღაცა რეალური ბედნიერება არის მე პირადად ესე მიმაჩნია საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა ანუ როცა შენ შინაგანად კომფორტულად ვხსნობ თავს და კარგად ხარ ანუ შინაგანად სტაბილური რო ხარ რაღაცა სიხარულები რო გაქვს რაღაცა ის მოქმედებაც რო გიხარია მზის დანახვა ბუნება გინდა ზამთარ-ზაფხული იყოს არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ ყველაფერი რო რაღაცნაირად აი შენზე რაღაცა ზღაპრულად მოქმედებს აი ეს არის მთავარი და მერე უკვე რა იქნება იქით ის იქნება ეს იქნება მოკლედ ეს ანუ მე გულისხმობ ბონუსების საკით რა ის უკვე ანუ კიდევ უფრო მეტად შეავსებს ამ ემოციას და ვფიქრობ უფრო კარგი იქნება. ნუ მოკლედ ესე მე ესეთი აზრი მაქვს საერთოდ ბედნიერებაზე. ნუ ზოგი თulis რომ ვიღაცაზე არის დამოკიდებული ეს ბედნიერება და ჩემთვის ეს აბსურდია. მე მახსოვს რომ ეს თეორიულად ვიცოდი რა რომ ადამიანი ჯერ საკუთარ თავთან უნდა იყო ბედნიერი რომ მე სხვასთანაც იყო ბედნიერი. მაგრამ ეს იყო რაღაცა აი ცარიელი სიტყვები. სანამ ეტაპობრივად ცხოვრებაში მე არ შევიგრძენი ეს და არ მივხვდი რომ რა არის ეს რეალურად, ხო? არ ვიცი, ეს მარტო ცარიელ სიტყვებად რჩება მხოლოდ სხვა შემთხვევაში. ხო და მოკლედ მის თქმა მინდა ხო კიდე ეს
ძალიან ბევრი ისინი როა ეს სრულების რეალიზება და ეს ტრენინგები თუ კოუჩები რო რაღაცებს ასწავლიან, ესე უნდა გააკეთო, ისე რომ რაღაცა წარმატებას მიაღწიო და აი რეალური წარმატების საწინდარი არის შენი ცნობიერების, შენი შეგრძნებების დაბალანსება და სხვა ეტაპზე გადაყვანა, მოდით ასე ვთქვათ. რა შეიძლება აი რა ხერხი ვთქვათ იხმაროს ადამიანმა, ხა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ ვთქვათ ესე ალბათ უფრო სწორი იქნება, რა შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს იმისთვის, რომ რაღაცა ცოტაოდნევ წინ მაინც წაწიოს ცხოვრება. ეს ცხოვრება ხო როგორ არის მოწყობილი, როგორც დიდი ფილმი, დიდი სპექტაკლი, მოკლედ ვართ მასში ჩვენ როგორც მსახიობები, ხო? მოდით აი წარმოვიდგინოთ, ვინ რა როლს თამაშობს, ხო? ძალიან დიდი დრო ვითამაშე დრამის ჟანრის, ასე ვთქვათ, მსახიობის არა, უბრალოდ პერსონაჟის როლი. ძალიან დიდი დრო და მივხვდი, რომ ეს იყო არა მარტო ჩემი, ასე ვთქვათ, ხასიათის შედეგი, არა. ეს იყო გარემოცვის, ადამიანების, ამ სტერეოტიპების დამსახურებაც, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთობლიობაში, რამაც დიდი გავლენა მოახდინა და ნუ რაღაცა უკან წაგწია რა ხალხი. ხო, მოდით, კარგი, პირდაპირ გადავალ იმაზე, მეთოდზე რა, ასე ვთქვათ, პატარა ესეთი მეთოდი. უნდა მოერგო რაღაცა როლი. აი, რაც გინდა, ხო, ვინც გინდა იყო. როლი რას ნიშნავს? ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა, სახლში ხარ? აი, ისე მოიქეცი, ვთქვათ, როგორც მოიქცეოდა ის ადამიანი, რომელსაც უკვე ვთქვათ, ის რაღაცა სურვილები შეისრულა, ხო, მოდით ასე ვთქვათ, უბრალო ენაზე. ის სურვილები შეისრულა, რაც სურს რა. ანუ აი, დავუშვათ მე ვოცნებობ რაღაცაზე კონკრეტულზე და აი ადამიანი როგორ იგრძნობდა თავს, რომ ის უკვე კონდეს რა, ის უკვე აქვს. ხო. და როცა შენ ამ როლს ირგებ, მერე გარემოებაც იცვლება, რაღაცნაირად გადაეწყობა შენ იმაზე რა. ნუ სასწაულებრივად ხდება მართლა ეს მე ჩემ ასე ვთქვათ, უხეშად ვთქვათ, ყავზე გამოცდილი და ვიცი რა რას ვამბობ. ანუ ის კი არა, ყველას გვაქვს ხო რაღაცა ემოციები. მაგალითად, სახლში რო ხარ, ხო, შენ გაქვს რაღაცა დაზუთხული ემოციური დამოკიდებულება ნივთებისადმი, ატმოსფეროსადმი, ანუ vibes რო ვეძახით, ატმოსფერო, ხო? ანუ ჩვენი შეგრძნებებით შევდივართ სახლში, ანუ აი უკვე ჩამოყალიბებული ის გვაქვს, აი ხა ზუსტად როგორ აგიხსნათ, ანუ შეგრძნება თქვენი ატმოსფეროს მიმართ რა. ანუ ხო გვაქვს ყველას ჩვენი ისა რაღაცნაირი ემოცია. აი სახლში როგორ გრძნობთ თავს რაღაცას რომ უყურებთ, გავიხედებით, გავუხედებთ, ხო? აი როგორც კი როლის მორგებას დაიწყებ, ხო, რაღაცა როლის მორგებას იცვლება. ანუ ეს შენი რეალობა პირდაპირ მნიშვნელობით იწყებს ცვლილებას. ანუ შენ უკვე სხვა ემოციით უყურებ იგივე ნივთებს, იგივე გარემოს, სულ სხვა, თითქოს სხვა რეალობაში გადადიხარ. ესე უცბად არ ხდება ეს, მაგრამ რაღაცნაირი სხვანაირი დამოკიდებულება და ემოციები გიჩნდება იგივე ატმოსფეროში, სადაც ვთქვათ წლებია ცხოვრობ და ერთი და იგივე აი თუ კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი. თუ ხართ დაკვირვებული, მაგალითად რაღაცა გარკვეული მარშრუტი გაქვთ, იქიდან რომ ბრუნდებით, თქვენ სახლს ცოტა სხვაგვარად აღიქვავთ, ხო? აი მე მაქვს მაგალითად ესეთი რაღაცა, დაუშვათ როცა საბურთალოზე მივდივარ და იქიდან ბრუნდები სახლში, სხვა ემოცია მაქვს, ანუ ეს ემოცია არის რაღაცა ესეთი მოკლემეტრაჟიანი, ცოტა ხნი და მერე ისევ ანუ ის ემოცია, რაც აქამდე იყო, თქვა.
ვთქვათ იქ სხვა უბნიდან, იქიდან, აქედან, ანუ სხვადასხვა ადგილიდან რო ვბრუნდები, სხვადასხვა ემოციით აღვიქვავ ჩემს ჩვეულ გარემოს. ხო, რატო ვიძახია, რომ აი კაია, რომ ბევრია, რომ სხვადასხვა მარშრუტით იარო, თუნდაც მაგალითად ერთი A პუნქტიდან B პუნქტამდე გაქვთ გასავლელი გზა, ხო, აი თუნდაც აი ესე უნდა და სხვადასხვა გზებით იარო. მოკლედ აი ეს ჩემზე გამოვცადე, მართლა ხო, დაუბრუნდეთ ეს ისე ზოგადად გითხარით, ანუ რა და როგორ ხდება და რა ცulis რეალურად, რა ცulis რეალობას და თქვენ ცხოვრებას წარმატებისკენ. მოდით ასე დავარქვა. ხო, ეს რო ცოტა უფრო ადრე ახალგაზრდობაში მცოდნოდა და ვიღაცას რაღაცა ეთქვა, რამდენ დროს დავზოგავდი მეგობრებო, თქვენ ხო არ იცით. და ახლა მე ხო შემიძლია რომ თქვენ გაგიზიაროთ და რაღაცა ასე ვთქვათ, კარგისკენ თუ ვინმეს გამოადგება ჩემი ეს ვთქვათ პატარა-პატარა გამოცდილება და დაკვირვება ცხოვრებაზე. ხო. ახლა გითხრათ, ნუ ეს ვალები გავისტუმრე, დავისვენე სულიერად, მართლა ეს ტვირთი რომ მოვიხსენი. რა თქმა უნდა, ახლა სრულად ვალებს ვერ გაისტუმრებ, ეს კრედიტი ჯერ კიდევ კრედიტად რჩება და 2029 წლის იანვრამდე მაქვს გადასახადი, თუმცა მე ვიცარ დარჩა სადღაც 2 წელი რა, მოდით ასე რომ ვთქვათ, არა, 2 წელიწად ნახევარი, ახლა 26-27 და ხო 2 წელი. სპასიკამი, როგორი დღე. თუ უფრო მალე დავფარავ, ჩემთვის უკეთესი. ხო, და ნუ ახლა რომ დავინახე რომ ცოტა, ანუ ბევრი ხება იმდენი არაფერი ყოფილა, მაგრამ რომ თავისუფალი თანხა რომ გამომიჩნდა, პირველი რაც ვიფიქრე მეთქი, არ დაიფლანგოს ეს თანხა მაინც ისე რომ რაღაცა სასარგებლო არ გავაკეთოთ, ხო და რაც მინდოდა, აი რო იტყვე რუსულად ხაწელკები, ხო, აი ხაწელკები ხო გაქვს ადამიანს, თან მარტო ხაწელკა არ არის, ეს არის რაღაცა აი საჭირო რა, საჭიროც. და მოკლედ შევიძინე ჩვენი არ გეტა მეგობრებო, არაფერი აქამდე შემეძლო, მაგრამ შემეძლო რა გაგებით, ანუ შემეძლო დიდი თანხა არ გის, უბრალოდ ეს თანხა არ მრჩებოდა ხოლმე. შევიძინე ეს ახალი ოჯახის ასე ვთქვათ წევრი. უბრალო ღუმელია. მაქვს მე ძველი ღუმელი, რომელიც არ ვიცი რა, მოკლედ ზედა ეს სპირალი გაფუჭდა, ჩავხსენი, მოკლედ მე თვითონ გავაკეთე რაღაცები ვიჩერკედელავე და მარტო ქვედა იყო დარჩენილი და ანუ გრადუსებსაც კი უკვე ვეღარ ვარეგულირებდი 1 გრადუსზე იდგა და იდგა. 150 ლარად აქვე გადავირბინე პირდაპირ ცენტრალში ეს ექსკალატორზე გავედი, მოკლედ ტექნიკის მაღაზიაში შევედი და ერთი ღუმელები სად გაქვთ, იყო იქ 200 რაღაცები და რაღაცა. კი შემეძლო ისიც მეყიდა, მაგრამ მეთქი რატო უნდა დავხარჯო ბევრი, ესეც ჩვეულებრივად აცხობს თქო რა, 150 ლარი და შევიძინე, მოკლედ გუშინ უკვე გავტესტე, ჯერ გამოვწვირო იტყვი, ან ჩავთე, ცოტა ხანი იყო და მერე გამოვაცხე პიცა, რა თქმა უნდა, ახლა დავიწყებ ცხობას, მე მიყვარს ეს ორცხობილები, ანუ ეგეთ პეჩინიების ცხობა, მაფინები, ბისკვიტები და მოკლედ ნამცხრების ცხობა მიყვარს, თან ასევე ვეზელების ჯანსაღიც არის უფრო გამოწყობილი, ვიდრე ზეთში მომზადებული. მოკლედ, ბევრი რაღაცის ის მაქვს უკვე გეგმები მაქვს, ფორმა მინდა იმისი ბისკვიტისთვის შევიძინო. მინდა რომ დავიწყო, არ ვიცი, აი რაღაცნაირად ავიკვიატე, ტორტების ცხობა მინდა დავიწყო. ოღონდ არა ისე რაღაც ვიღაცისთვის, ჩვენთვის რა. რომ იქ თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ რომ პატარა ტორტი გავაკეთო ხოლმე. ხან ხილის, ხან ისეთი, ხან ასეთი, მოკლედ. არის ეს სურვილი მაქვს და ხო, მოკლედ ბისკვიტები მე კაი გამომდის, ასე თუ ისე, მაგრამ ძალიან წვალობდი, იმიტომ რომ არ მქონდა ამის ისა. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს ერთადერთი იყო დარჩენილი და
ცოტათი უნდა მივაჩახუნო, რომ დაიკეტოს. ხო, და კიდევ ასევე შევიძინე, კარპურში ჩვენთან იყო იაფად, ანუ 2 სკამი და მაგიდა, შუშიანი მაგიდა, გეცოდინებათ, ვინც კარპურში ხშირად დადიხართ. და 10 ვარი მომატებულა, ნუ ახლა წინა დღეს უფრო ადრე რო ჩაერიცხათ, მოუსწრებდი 99 ლარად, მაგრამ არა უშავს 10 ვარი. მოკლედ 99 ლარად შევიძინე 2 სავარძელი, რკინის ასე ვთქვათ, დაწნული სავარძელი, თავისი შუშის მაგიდით. ძალიან კმაყოფილი ვარ და მართალია მე აივანი არა მაქვს, მაგრამ სახლში მშვენივრად გამოვიყენებ. ფიქრობ აი ეს ბალიშები შევუქერო, საზურგე და დასაჯდომი უფრო კომფორტული რო იყოს და უფრო სახლისთვის. სხვათა შორის აქ ფიქრობდი ადრე, ხო მინდოდა ამის შეძენა და აქ ფიქრობდი დათმას, მაგრამ აქ რაღაცები შევცვალე რა, მოკლედ გადავაკეთე. ჟურნალის მაგიდაზე ტუმბოდავდი და მერე იქ რაღაცა ფეხები გაუკეთე და ზემოთ ძველი საწერი მაგიდის ზედაპირი მქონდა ის და მოკლედ ავაწყე რა, რაღაცა კონსტრუქცია ავაწყე, საკმაოდ სიმპათიური და ესეთი მყარი. და ნუ რა ვიცი, აი ესე ხო, აქ შემეცვა, ანუ მაგიდა ყოფილიყო, ის მაგიდა სკამები, მაშინ ვფიქრობდი, რომ სამზარეულოში დავდგავთქო და იქ მაგიდას გადავაფარებდი რაღაცას და სასადილოდ რა, ასე ვთქვათ, მოკლედ ესე. მაგრამ ესე ხა დაიკავა, ასე ვთქვათ, ღუმელმა ეს ადგილი. იქ სადაც მაქვს ღუმელი, იქ ქვემოთ, იმას გამოვიღებ და დავემშვიდობები სამუდამოდ. ეგ იყო ადრე მეზობელმა გვაჩუქა, სადაც ძველ მისამართზე ვცხოვრობდით. და მერე მაცივარზე რომ მედგა, მახსოვს ადრე მითხრეს აქ YouTube-ზე, რომ არ არის რეკომენდებული, თუმცა ის მქონდა გიფსოს ის დაფენილი მაცივრის ზემოთ და ისე მედგა. ანუ მაცივარზე პირდაპირ არ მდგა რა. თავის ფეხებით აქ მოკლედ გუშინ ხანდი კიდე ვიყიდე ეს დამაგრძელებელი, იმიტომ რომ აქ არ არის არანაირი დენის წყარო, რაღაცა შეხუდა შემეერთებინა, ცოტა უფრო გრძელი თვითონ შნური ოქრო და რაღაც მივაწვდები იქ. მოკლედ ესეთი ამბები მეგობრებო და ძალიან კმაყოფილი ვარ, ხო. ორშაბათამდე ესე უნდა, ასე ვთქვათ, დავისვენო, გამოვიძინო, დღეს მაინც არ მომასვენეს, გამაღვიძეს, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. აწი გადავწყვიტე, რომ ძილის წინ გავთიშავ ტელეფონს, რომ არავინ არ შემაწუხოს და გამოვიძინო კარგად, იმიტომ რომ ახალი სამსახურისთვის ენერგიებს, ასე ვთქვათ, ვაგროვებ. ხო, ესეთი ამბები. დღეს ვფიქრობდით მე და სოსო, ახლა ძინავს ძალიან არეული გვაქვს რეჟიმი, ზოგადად მეც ამერია, იმიტომ რომ დასვენების რეჟიმში. და დილის 7 საათზე დავიძინე მეც და ნუ ჩემთვის ადრე იყო, ახლა 5-6 საათი არაფერი არ არის ძილი, ხო და ზარმა გამაგვიძა. ხო და დღეს ვფიქრობდით ზოოპარკში გასვლა, საქმეა ჩვენთან ახლოს არის, არ არის შორი, ერთი ხიდის გადასვლა და ეგ არის რა, მოკლედ და არ ვიცი რა, მოკლედ სოსოს გუშინ კი მითხრა, ხოლო წავიდეთო და რაღაცა ეხლა რო ვკითხე, გინდა და არაო და თან ამინდიც არ გვიწევს მაინდა-მაინც ხელს, იმიტომ რომ ამინდის პროგნოზშიც რო ჩავიხედე, მოკლედ წვიმები. ხო, ესეთი ამბები მეგობრებო. ესე იგი, რა კაი გრძნობა ყოფილა, თუმცა აი ისეთი ეხლა გამიგებს ალბათ ის ადამიანი, ვისაც მსგავსი სიტუაციები ქონია. ახლა დენი ისეთი თემა, რომ იძაბები, გინდა არ გინდა იძაბები, აი ახლა არ გაგითიშონ ისე. თან ჩემი გამოცდილება მაინც იცით, ძველები ვინც მიყურებთ, რამდენჯერ გაგვითიშეს ასე და მოგვიწია ჩემებთან გადაბარგება და წვალობდი.
დავდიოდი აქეთ-იქით აქ კატებს ვაჭმევდი, როცა ერთი იყო ერთ მოკლედ ესეთი და მე არ დამავიწყდება კიდევ ის სარეცხის მანქანაც რო არ მქონდა და დავდიოდი ამ სარეცხით აკიდებული ჩანთებით და იქიდან კიდე ნესტიანი რომ მომქონდა უფრო ორმაგად მძიმე მოკლედ რა და ესე იგი ესეთ ეტაპზე ვართ ახლა რა მოკლედ ხო დღეს მინდა მიუხედავად იმისა რომ ახლა გამოძინება არ დამაწყენდა მაგრამ მინდა რომ სულ გავიყვანო ზოოპარკში გავიზიაროთ ცხოველები დავათვალიეროთ მაგრამ იმასაც ვფიქრობ ახლა ესეთ ამინჩი ცხოველები გამოჩნდებიან გამოვლენ შეიძლება შესულები იყვნენ თან დილას თითქოს უკვე წამოწვიმა და რა ვიცი იქნებ საღამოს დაცხოს კიდე მოკლედ ესეთი ამბები ხო და ესე ხო სხვა რა გითხრათ ჭურჭელი ხო დასარეცხი ალბათ მივხედავ დღეს მინდა და კიდე გაზის დატენვა და მინდა რომ ეს აღარ ვიხმარო საერთოდ ეს დენის პლიტა თუმცა ხშირად ავხმარ მაგრამ მაინც აღარ მინდა იმიტომ რომ დენი ისედაც გაძვირებულია შარშან მაგალითად ამ დროს მოგდიოდა ეს 35 ლარი 30-35 ლარი ყველაფერი ანუ რასაც ვწავლით იქ ვენტილატორიც იყო ჩართული მაშინ და 35 ლარს ვიხდიდით ანუ საშუალოდ ესე არ ვიცი ვნახოთ წელს როგორ იქნება რაღაცა საკითხების მოგვარებაც მომიწევს იქნებდა ბუნებრივი აირიც მოვა წესრიგოდ მოვაგვაროთ ეგ ამბავი გეგმები ბევრია დრო არის ცოტა ენერგია ახლა როცა შრომ მუშაობ ენერგიას ხარჯავ ხო და მაგრამ ვფიქრობ შევძლებ მაინც ამ ხო ესე მეგობრებო კარგით აბა დროებით ახლა დაგემშვიდობებით თუ წავალთ და გავისეირნებთ აუცილებლად ვიდეოს გადავიღებ და მე დავდებ აუცილებლად მაგასაც ახლა კიდე იმას ვფიქრობ დღეს რა მოვამზადო სადილი ანუ რა იქნება ეგრეთ წოდებული აცნავნოებლიოდ სახლში უფრო ვიხრები უფრო წვნიანისკენ იმიტომ რომ შეიძლება ამდენი მშრალი რაღაცა წვნიანი სადილიც უნდა მომზადდეს ნახოთ რას გავაკეთებ სოსოს კი უყვარს ბორში მე მიყვარს ნაცვლის სუპი მაგრამ სოსო მარჭამა ამასიათ მიუხედავად იმისა რომ კალორიული ძალიან არ არის ხო ნუ უბრალოდ სასწორი ვუყიდე მეგობრებო ესა აი ძალიან უბრალო და მოკლედ ერთ ამბავშია რა წონის ყველაფერს გუშინ მისაყვედო რატო არ აწონე პიცას რო აკეთებდი ყველაფერი სათითაოთო მე რეცეპირად უთხარი ესე და თვითონ დაითვალა და მოკლედ ესეთ ამბებშია დაიკლო მეგობრებო დაიკლო 10 კილოზე მეტი აქვს დაკლებული და კაი ესეთი ნებისყოფა აქვს კარგით აბა გემშვიდობებით და ისევ გადავუხვიე კარგით აბა დროებით გავხოცეთ საკვები მზადაა ჩამოიღებ იმიტომ არას იგედაცონა ბაკბოჭანო აქ მოიწია ახლა იქ ჩავ რა უნდა რა